სიყვარულის სული მამა აბსოლუტის გზავნილი 10 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. იმისათვის რომ დავასრულოთ საუბარი ბუნებრივ სტიქიებზე, ჩვენ დღეს გავჩერდებით მეხუთე სტიქიაზე, რომელიც წარმოადგენს ყველა დანარჩენის ერთგვარ სინთეზს. ეს არის სიყვარულის სტიქია, ყოვლის მომცველი სტიქია, რომელიც წარმოადგენს ღვთაებრივ სიყვარულს სულთა სახით, რომელიც განუყოფელ კავშირშია სიყვარულის სამყაროს სულთან, რომელიც კვებავს სამყაროში ყველა ცოცხალს. ეს ენერგია გადანაწილებულია მთელი დედამიწაზე და მზადაა მოიცვას ყველა არსება, დაიცვას ის მოიარსოს და განეიტრალოს საკუთარ თავში მისი ყველა ტანჯვა და უბედურება. თუ ბუნება ამ სტიქიასთან ერთად ჰარმონიულ მდგომარეობაში, ადამიანებზე ამას ვერ ვიტყვით. მისი ენერგეტიკული ურთიერთქმედება სიყვარულის სტიქიასთან საკმაოდ არასტაბილურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მის სოფლმხედველობაზე, ხასიათზე, ცხოვრების წესზე, განწყობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ბევრ სხვაზე. თუმცა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უგზნია ამ გასაოცარ სტიქიასთან შერწყმა, რომელმაც ასწია ის ნეტარების სიმაღლეზე და ის იხსენებს ამ მდგომარეობას როგორც სიცოცხლის საუკეთესო წუთებს. რა თქმა უნდა, მაშინ მარ ვერ გააცნობიერა თუ რა მოხდა მის თავს. იმისათვის ეს იყო უბრალოდ ბედნიერების წუთები, რომლებიც არ იყო დაბინდული რაიმე უარყოფითი ემოციით. სიყვარული სწორედ ამ სტიქია მოიცვა მისი ყველა ტანჯვა და განცდა, მისი ყველა დარდი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა ენახებინა მისთვის თუ როგორი საოცარი და ბედნიერი შეიძლება იყოს ცხოვრება დედამიწაზე, თუ ის საკუთარ ცხოვრებას შემოუშვებს სიყვარულის ყველაზე ძლიერ და ყველაზე სუფთა ენერგიას, რომელიც სამყაროში არსებობს. თუმცა მესამე განზომილებაში მყოფი ადამიანისთვის ძალიან რთულია გამოდმებით ამ მდგომარეობის შენარჩუნება, რადგანაც მისთვის ძალიან მაღალი უპირობო სიყვარულის ენერგიები, რომელსაც წარმოადგენს მეხუთე სტიქია. თუმცა სწორედ ეს არის ყველა დანარჩენი ბუნებრივი სტიქიის მბრძანებელი მიწისწყლის, აირისა და ცეცხლის. მხოლოდ მას ექვემდებარებიან ისინი, მხოლოდ მას შეუძლია მათი დამშვიდება აჯანყების შემთხვევაში. როდესაც ნებისმიერი გააფთრებული სტიქია მოცულია უსაზღვრო და უპირობო სიყვარულით, ის წამიერად მშვიდდება და წყნარდება, რადგანაც ეს ღვთაებრივი ენერგია ანეიტრალებს სხვა სტიქიებში დაგროვილ მთელს ნეგატივს. ასევე ყოველი სტიქია შეუძლია დაიქვემდებაროს ადამიანს, რომელიც რეზონანსში შევიდა სიყვარულის სტიქიასთან და გახდა თავად სიყვარული, ანუ ღმერთკაცი. აი რატომ სურს ჩემო ძვირფასებო, რომ ცნება სიყვარული არ იყოს თქვენთვის რაიმე აბსტრაქტული თეორიული ან გაცვეთილი გამონათქვამი. მე მსურს, რომ თქვენ პრაქტიკაში იგრძნოთ მის იდეათა წარმოუდგენელი ძალა, რომელსაც რა თქმა უნდა ფლობს სხვა სტიქიებიც. თუმცა მის განსხვავება მათგან მდგომარეობს იმაში, რომ სიყვარულის სტიქია არის ერთპოლარული. მას არ შეუძლია აჯანყდეს თქვენი დაუფიქრებელი და მის მიმართ საზიანო ქმედებების გამო. ის ყოველთვის სიტუაციის გარეთ არ როგორც გარეშე დამკვირვებელი, თუმცა ყოველთვის მზადაა დაეხმაროს იმას, ვინც მას მოუხმობს. ის მზადაა გადმოგვცეს მთელი თავისი ძალა, თუმცა ამისათვის უნდა იყოს მზად და ასწიოს საკუთარ ვიბრაციები იმდენად, რომ არ დაიწვათ ამ სიყვარულის სხივებში. ხოლო თუ თქვენ ეს გამოგივათ, ვერანაირი სადგივარი და გასაჭირი უკვე ვეღარ შეგეხებათ, რადგანაც ისინი დაიწვევიან და განეიტრალებიან თქვენი სიყვარულის სხივებში. თქვენ თავად გახდებით ამ სტიქიის ნაწილი, ყოვლის მომცველები და ყველგან ყოფები. თქვენ შეგეძლებათ თქვენი სიტყვოთი გაათბოთ თქვენი სოფლიო, თქვენს პლანეტაზე ყოველი ცოცხალი. როდესაც ჩემო ძვირფასებო, მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზოვრად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა კოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.